გაგრის საზოგადოება გაგრის წევრები და გაგრელები იკრიბებიან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და აღავლენენ დაღუპული გმირების და მშვიდობიანის სახელზე პანაშვიდს. ჩვენი იმედი დაუბრუნებისა უფალშია და თითოეულ ჩვენ განისქმედებაში. სწორედ მიგვაჩნია ის, რომ დევნილი მოსახლეობა სწორედ რწმენით ფიქრობს დაბრუნდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ადამიანებმა თავიანთ თავს ჩაუფიქრდეს ღვთისნებებით, ღვთისსიყვარულით იზრუნვენ დაბრუნებაზე და ჩვენ გვჯერა ის, რომ ეს სურვილი ნამდვილად მალე აღსრულდება და ჩვენ აფხაზეთში ქართველები და აფხაზები ერთად აღვავლენ სამადლობელს ღვთისადმი და სამშვიდობო პარაკლისს. 30 წელი შესრულდა გაგრის ტრაგედიიდან და მინდა ყველა აფხაზეთელს ესე ვთქვათ აი ეს ტკივილი და ეს მოგონება კიდევ ერთხელ გავახსენოთ და დღეს სწორედ ილორის ტაძარში, თბილისის ილორის ტაძარში აღევლინა პანაშვიდი მათი სულების მოსახსენებლად, ვინც იმ ტრაგედიის დროს დაიღუპა და ზოგადად აფხაზეთის უბედურებას შეეწირა და ჩვენი ვალია და ვალდებულება ყოველთვის მოვიგონიოთ და გავიხსენოთ ჩვენი გმირები. მე დარწმუნებული ვარ, აი ამ ტკივილის და ტრაგედიის შედეგი იქნება მხოლოდ გაერთიანება, სიყვარული და რწმენით. რა არის ეს ჩვენთვის გაგრელებისთვის და არა მარტო გაგრელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის ტრაგიკული დღე. დადგა 2022 წლის 5 ოქტომბერი, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაგრა ტრაგიკულად დაიკარგა თქვენი დასავლობით ხალხი, არა მარტო მებრძოლები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ გულისწყივლით ვიხსენებთ ამას, დღეს მსოფლიოში არის იცით თქვენ ძალიან რთული სიტუაცია.